სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. წმინდა მოციქულისა და მახარებელის იოანე ღმრთისმეტყველის მონათხრობი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიცვალებასთან დაკავშირებით. ყოვლადწმინდა და დიდებული ღმრთისმშობელი უფლის საფლავთან ჩვეულებისამებრ საკმევლის საკმევად მივიდა. მუხლი მოიყარა და მისგან შობილ ღმერთს თავის გარდაცვალებას ევედრებოდა. იუდეველები ხშირად ხედავდნენ მას უფლის საფლავთან მისულს. მივიდნენ ისინი მღვდელთ მოძღვრებთან და უთხრეს, რომ მარიამი ყოველდღიურად დაიარებოდა საფლავზე. მღვდელმთავრებმა ხომ საგანგებოდ სწორედ იმისათვის დააყენეს მცველები, რომ წმინდა საფლავზე მისვლა და ლოცვა არავისათვის დაენებებინათ. ახლა კი გამოჰკითხეს მას, ნამდვილად ასე ხდებოდა თუ არა. მცველებმა მიუგეს, რომ მათ მსგავსიც კი არაფერი ენახათ. მართლაც ღმერთი ამ პატიოსან ხილვას არიდებდა მათ მზერას. ერთ პარასკევ დღეს კი, როცა მარიამი ჩვეულებისამებრ საფლავზე მივიდა, ლოცვისას ცა გაიხსნა, გაბრიელ მთავარანგელოზი მის წინაშე გამოჩნდა და უთხრა: გიხაროდენ შენ, ვინც ჩვენი ღმერთი შობენ, შენმა ლოცვებმა შენგან შობილამდე მიაღწია და მან შეიწირა ისინი. ამიერიდან შენი ვედრებისამებრ ამ ქვეყანას დატოვებ, გარდაიცვლები და ზეცაში ჭეშმარიტ ცხოვრებაში დამკვიდრდები. მთავარანგელოზისაგან ეს რომ შეიტყო, მარიამი ბეთლემში დაბრუნდა, სადაც მას სამი ქალწული ემსახურებოდა და უთხრა მათ, რომ უნდა ელოცა და სასაქმევლე მოეტანათ მისთვის. მართლაც ქალწულებმა სასაქმევლე მიართვეს. მან კი ლოცვით თქვა: უფალო იესო ქრისტე, ვინც შენი სიკეთის წყალობით ჩემგან შობა ისურვე, ჩემი ხმა შეისმინე და ახლა იოანე მოციქული მომივლინე, რათა ნახოს მან თუ რაგვარ სიხარულს ვეწიე. მომივლინე წმინდა მოციქულებიც, მათ შორის ისინიც, ვინც უკვე შენს წინაშე გარდაცვალებულნი იმყოფებიან და ისინიც, ვინც შენი ბრძანებით ჯერ კიდევ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში დარჩენილა და ამ სოფლად გადაგებენ. რათა ვნახო ისინი და რათა შენი მრავალსაგალობელი სახელი ვაკურთხო და მე ვიმედოვნებ, რომ შენ ყოველთვის შეისმენ შენი მხევლის სიტყვებს. სწორედ მისი ამ ლოცვისას მივედი მე იოანე ეფესოში მყოფი, აღმიტაცა სული წმინდა ღრუბლით და იმ ადგილას მიმიყვანა, სადაც ჩვენი უფლის დედა იყო. როცა შევედი, მისგან შობილი ვადიდე და უთხარი: გიხაროდენ ჩვენი უფლის დედაო, ჩვენი ღმერთის ქრისტეს მშობელო, გიხაროდენ, რომ უმაღლესი დიდებით გადიხარ ამ ცხოვრებიდან. რა კიღა მე იოანე მივედი მასთან, მარიამმა ადიდა ღმერთი და გამახსენდა უფლის ხმა, რომელმაც თქვა: აჰა დედა იშენი და აჰა ძე იშენი. იგულისხმება ჯვარცმული ქრისტეს სიტყვები, მან რომ იქვე მდგომ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს და წმინდა იოანე მოციქულს უთხრა. და მე იოანემ უთხარი მას: უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვა და შენ ნახავ მას, როგორც დაგპირდა. წმინდა მარიამმა კი მიპასუხა: იუდეველებს დაფიცებული აქვთ, რომ როდესაც აღვესრულებით ჩემს სხეულს დაწვავენ. მე კი უპასუხე: არა, ისინი შენს წმინდა და პატიოსან სხეულს ვერასოდეს ნახავენ გახრწნილს. მან კი მომიგო, მოიტანე სასაქმევლე და საკმეველი დაანთე და ილოცე. ლოცვის დასრულებისთანავე გავიგონე ხმა ზეციდან, უფლის ხმა იყო და მე მესმოდა ის და მე ვპასუხობდი მას და მითხრა სული წმინდა: ეს ხმა ხომ გესმის შენი ძმების, მოციქულებისა და წმინდა ძალების მოსვლას გატყობინებს, რადგანაც დღეს აქ უნდა მოვიდნენ და მე იოანე ვლოცულობდი ამისათვის.
და უთხრა მოციქულებს სულიწმინდამ. ყველანი ქვეყნიერების სხვადასხვა მხარიდან ღრუბელზე მჯდომარენი წამოდით და შეიკრიბეთ ბეთლემში თქვენი მაცხოვრის დედასთან. სიმონ პეტრე რომიდან წამოვიდეს, პავლე ტიბერიიდან, თომა ინდუეთის სიღორმიდან, იაკობი იერუსალიმიდან, პეტრეს ძმა ანდრია, ფილიპე, ლუკა, სვიმეონ კანანელი უკვე გასულები იყვნენ ამ ქვეყნიდან და სულიწმინდამ ისინი საფლავებიდან აღადგინა ამ სიტყვებით. არ გეგონოთ, რომ საყოველთაო აღდგომის დღე დადგა, არამედ იმის წყალობით აღდეგით სამარიდან, რომ თქვენი უფლისა და მხსნელის იესო ქრისტეს საკვირველთ მოქმედი დედის მოსანახულებლად წახვალთ. რადგანაც მისი ამ ქვეყნიდან გასვლისა და ზეცად მიცვალების დღე დადგა. მარკოზიც ისევე როგორც დანარჩენები მაშინვე მოვიდნენ. იგი ალექსანდრიაში იმყოფებოდა და როგორც ვთქვით, დანარჩენ სხვადასხვა მხარეში გაფანტულებთან ერთად გამოჩნდა. როცა პეტრე რუბელმა აღიტაცა და სულიწმინდის მიერ ცასა და მიწას შორის იმყოფებოდა, გამოჩნდა, რომ მასთან ერთად იყვნენ დანარჩენი მოციქულებიც. ასევე სულიწმინდისაგან აღტაცებულნი. ყველანი ერთად შეიკრიბნენ და მივიდნენ ჩვენი უფლისა და ღმერთის დედასთან, თაყვანისცეს მას. პეტრემ თითოეულ მოციქულს მიმართა და უთხრა, რომ როგორც ჩვენი უფლის დედამ უბრძანა მათ, თავიანთი ამბავი ეთქვათ. იოანემ მიუგო და უთხრა, ეფესოში ვიყავი, ის იყო წმინდა საკურთხეველს მიუახლოვდი და ჟამის წირვას უნდა შევდგომოდი, რომ სულიწმინდა მითხრა, შენი უფლის დედის მიცვალების დრო მოახლოვდა. წადი ბეთლემში და მოინახულე, ამ დროს ნათლის ღრუბელმა ზე აღმიტაცა და ამ კარის წინ დამაყენა. პეტრემ უპასუხა და უთხრა, მე განთიადზე მომესმა სულიწმინდის ხმა, ის მეუბნებოდა, შენი უფლის დედის მიცვალების და გასვლის დრო მოახლოვდა. წადი ბეთლემში და მოინახულე ის და აი აღმიტაცა ნათლის ღრუბელმა. სხვა მოციქულებიც დავინახე ჩემთან ერთად, ღრუბლით რომ მოდიოდნენ და მესმოდა ხმა, რომელიც მოგვიწოდებდა, ყველანი ბეთლემში წადითო. პავლემ უპასუხა და უთხრა, რომიდან ძალიან შორს ვიმყოფებოდი, ტიბერიელთა ქვეყანას მივაღწიე და ამ დროს სულიწმინდის ხმა მომესმა, მეუბნებოდა, შენი უფლის დედა ტოვებს ამ სოფელს, ზეცისაკენ მიიჩქარის, შენ წადი ბეთლემში და ინახულე იგი და აი ნათლის ღრუბელმა ზე აღმიტაცა და აქამდე მომიყვანა, სადაც თქვენ იყავითო. თომამ უპასუხა და უთხრა, მე ინდუეთის ქვეყანაში ჩავედი უფლის საკადაგებლად. მადლი მომეცა და ის იყო დიდი მეფის ლაბდანუსის ძე, ჩემი ხელიდან ნათლისღებას აპირებდა, რომ სულიწმინდა მითხრა, თომა ბეთლემში წადი უფლის დედის მოსანახულებლად, რადგანაც მიიცვალებო. მაშინ ნათლის ღრუბელმა ზე აღმიტაცა და აქ მომიყვანა. მარკოზმა უპასუხა და უთხრა, ქალაქ ალექსანდრიაში ვიყავი, ის იყო მესამე ჟამნის კანონი უნდა დამესრულებინა, რომ სულიწმინდამ ზე აღმიტაცა და თქვენთან მომიყვანა. იაკობმა უპასუხა და უთხრა, მე იერუსალიმში ვიყავი, სულიწმინდამ მიბრძანა და მითხრა, წადი ბეთლემში, რადგანაც შენი უფლის დედა უნდა გარდაიცვალოს და აი ნათლის ღრუბელმა ზე აღმიტაცა და აქ თქვენთან დამაყენა. მათემ უპასუხა და უთხრა, მე ღმერთს ვადიდებდი, რადგანაც ნავში ვიყავი და ზღვა ღელვით ბობოქრობდა. უესრად ნათლის ღრუბელი მოეფინა ზღვის მღელვარებას და ტალღები დაამშვიდა. მე კი ზე აღმიტაცა და აქ თქვენთან მომიყვანა. ამის შემდეგ უკვე გარდაცვალებულებმა უპასუხეს და უამბეს, თუ როგორ მოვიდნენ. მერე ბართლომემ უამბო, თებაიდაში ვიყავი და სიტყვას ღმერთს ვქადაგებდი. მითხრა სულიწმინდამ, შენი უფლის დედა მიიცვალება. მის სანახავად ბეთლემში წადიო და აი ნათლის ღრუბელმა ზე აღმიტაცა და მომიყვანა თქვენამდე. ეს ყველაფერი წმინდა ღმრთის მშობელს უთხრეს მოციქულებმა, თუ როგორ და რანაირად მივიდნენ მასთან. მან კი ზეცად აღაპრო ხელები და ილოცა. ეს საკვირველება იერუსალიმში ჩასულებმა ყველას უამბეს მომხდარი ამბის შესახებ. ამ ხმასთან ერთად მოულოდნელად სახლის
გარეშე მომზედა მთვარე გამოჩნდა და პირველ წმინდანთა ეკლესია წარმოდგა. იმავე სახლის წინაშე, სადაც უფლის დედა იყო, მის საპატიო და განსადიდებულად. ყველა ხედავდა რაოს ასწავლოს, აქ რომ აღესრულებოდა, ბრმებს თვალები ეხილებოდა და ყრუებს ესმოდათ. კუჭლები დადიოდნენ, კეთროვანები განიწმინდებოდნენ, არაწმინდა სულებისაგან შეპყრობილები განიკურნებოდნენ. ყოველი მათგანი, ვინც ავადმყოფობასა და უძლურებასა შეეპყრო, გარედან ეხებოდა ამ კედლებს, რომელთა მიღმაც ღმერთმა მშობელი მისი, წმინდა მარიამი აკურთხა რომ ყოფილიყო. შეგვიწყალენ ჩვენ და დაუყოვნებლივ განიკურნებოდა ყოველი მაშვალი. როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან იერუსალიმში სალოცავად ჩამოსული ხალხი იგებდა, რომ ბეთლემში უფლის დედა იმყოფებოდა და სასწაულებს აღასრულებდა, სხვადასხვა გვარი ავადმყოფობისაგან თავის დასაღწევად მიდიოდნენ მასთან და განკურნებას ითხოვდნენ და იღებდნენ კიდეც. განკურნებულების დიდი სიმრავლე აღივსო სიხარულით იმ დღეებში და ვინც ეს ნახა, ისინიც ადიდებდნენ ჩვენს ღმერთს, ქრისტეს და მის დედას. ბეთლემიდან მოყოლებული მთელი იერუსალიმი ფსალმუნით, გალობითა და სულიერი ქებადიდებით დღესასწაულობდა. თრობას გავაგრძელებთ წირვის ბოლოს. რაც ხდებოდა ერთად ყველაფერი უკვირდათ იუდეველების მღვდლებსაც. უმძიმესი შური შეიპყრობდა მათ. სრულიად უგუნური განზრახვით კრება მოაწყვეს და გადაწყვიტეს, რომ წმინდა ღმრთის მშობელთან და მოციქულებთან ხალხი გაეგზავნათ. და აი ბევრი იუდეველი დაიძრა ბეთლემისაკენ და როდესაც ერთი მილის მანძილზე მიუახლოვდნენ, მათ საშინელი ხილვა იხილეს. ფეხი შეეკრათ, სიარული ვეღარ განაგრძეს და იძულებულნი შეიქმნენ უკან დაბრუნებულიყვნენ. ეს ყოველივე მღვდელ მოძღვრებს უამბეს. ისინი კიდევ უფრო მეტად აღივსნენ შურით. თავართან მივიდნენ და მას მიმართეს. ყვიროდნენ და ეუბნებოდნენ. ეს ქალი იუდეველ ხალხს დაღუპავსო. მარტო ბეთლემიდან კი არა, იერუსალიმის ახლო შემოგარებდანაც კი განდევნეო იგი. თავარი კი გააუცა ამ სასწაულმა და მათ უპასუხა: არც ბეთლემიდან გავაძევებ და არც რომელიმე სხვა ადგილიდან. იუდეველები კი უტევდნენ და კეისრის სიცოცხლეს აფიცებდნენ მას, რომ მოციქულებიც გაეყვანათ ბეთლემიდან. ხოლო თუ მთავარი 100 არ მოიქცეოდა, ტიბერიუს კეისართან დააბეზღებდნენ. მთავარი შეწუხდა და ბეთლემში 1000-ის თავი გაგზავნა. სული წმინდამ კი უთხრა მოციქულებს და უფლის დედას: აი მთავარს 1000-ის თავი გამოუგზავნია თქვენთან. იუდეველებმა აიძულეს, რომ ასე მოქცეულიყო. დატოვეთ ბეთლემი და ნუ გეშინიათ. ღრუბლით წაგიყვანთ იერუსალიმში, რადგანაც მამისა და ძისა და სული წმინდის ძალა იქნება თქვენთან. მოციქულები ადგნენ და გამოვიდნენ სახლიდან, თან სარეცლით მიხავდათ წმინდა ღმრთის მშობელი და იერუსალიმისაკენ მიდიოდნენ და წამიერად, როგორც ამბობდა კიდეც სული წმინდა, ღრუბლით აღიტაცა და აღმოჩნდნენ იერუსალიმში, დედოფლის სახლში. იქ 5 დღეს იმყოფებოდნენ და გალობას აღალებდნენ. როდესაც 1000-ის თავმა ბეთლემს მიაღწია, ვერც მოციქული ნახა სადამე და ვერც უფლის დედა. მან ბეთლემელები შეიპყრო და უთხრა: განა თქვენ არ მოხვედით და განა თქვენ არ მოუყევით მთავარს და მღვდლებს საფრთხო ნიშებისა და სასწაულების შესახებ. განა თქვენ არ ამბობდით, მოციქულები მთელი ქვეყნიდან მოვიდნენ. აბა სად არიან ისინი? ახლა წამოდით იერუსალიმში და მთავარს გაეცით პასუხი. რადგანაც 1000-ის თავი ბეთლემელებს არ იცნობდა, შევიდა იგი მთავართან და მოახსენა: ვერავინ ვიპოვეო. მხოლოდ 5 დღის შემდეგ მრავალი სასწაულისა და საკვირველების აღსრულების მიხედვით გაიგეს მთავარმა, ღლებმა და მთელმა ქალაქმა,
რომ უფლის დედა მოციქულებთან ერთად იერუსალიმში თავის სახლში იმყოფებოდა. მაშინ შეიკრიბნენ მამაკაცები, ქალები და ქალწულები და ხმამაღლა იძახდნენ: წმინდაო ქალწულო, შენ ვინც შობე ქრისტე, ღმერთი ჩვენი, ნუ დაივიწყებ ადამიანთა მოდგომასო. ეს რომ მოხდა, შრუმო უფრო აღავსო ისინი, ურიების ერმა მღვდლებთან ერთად შეუტიეს შეშა და ცეცხლი აღიღეს და მიუცვიდნენ იმ სახლს, სადაც იმყოფებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და დაწვა განიზრახეს, სადაც უფლის დედა მოციქულებთან ერთად იმყოფებოდა. მთავარი კი შორს იდგა და ამ ყველაფერს იქიდან აკვირდებოდა. როგორც კი ერთ-ერთი იუდეველთაგანი სახლის კარს მიუახლოვდა, უეცრად ანგელოზმა ძლიერი ცეცხლი გამოსტყორცნა და მრავალი იუდეველი დაწვა. მთელ იმ მიწაზე დიდი შიში გამეფდა და ადიდებდნენ მისგან შობილ ღმერთს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. როდესაც მთავარმა მომხდარი დაინახა, მთელი ერის გასაგონად ხმამაღლა თქვა: ჭეშმარიტად ღმერთის ზეა იგი, ვინც იშვა იმ ქალწულისაგან, რომლის განდევნასაც თქვენ აპირებდით, რადგანაც ეს სასწაულები ჭეშმარიტი ღმერთისგანაა მოვლენილი. მომხდარმა იუდეველებს შორის განხეთქილება გამოიწვია და ბევრმა ირწმუნა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელი, იმ სასწაულებისა და საკვირველების წყალობით, რაც წმინდისა და დიდებულის ღვთისმშობლის მიერ აღესრულებოდა. დაი მოვიდა მათთან ქრისტე, ქერუბინებზე მჯდომარე. იმ დროს, როდესაც მოციქულები ლოცულობდნენ, გამოჩნდა ანგელოზების დიდი სიმრავლე და წმინდა ქალწული თავისი მხოლოჩობილი ძის მოსვლამ სრულიად განაბრწყინვა, მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს მის ზეციურმა ძალებმა და მაშინ უფალმა მიმართა თავის დედას და უთხრა: მარიამ, ხოლო მან მიუნგო, აქა ვარ უფალო, და უთხრა მას უფალმა: ნუ სუხარ, გული გაიმხიარულე და იმ სიხარული დაღივსე, რადგანაც გიპოვია მადლი, იხილე ის დიდება, მე რომ მამისაგან მომეცაო. შეხედა ღმრთის წმინდა დედა და ნახა ისეთი დიდება, ადამიანის ენა რომ ვერ გამოთქვამს და ვერავინ წარმოიდგენს. უფალი კი მასთან გაჩერდა და უთხრა: აჰა, მიერიდან შენი პატიოსანი სხეული მიიცვალება სამოთხეში, შენი პატიოსანი სული კი ზეცაში, მამის სავანეში, იქ სადაც ნათელი და ანგელოზებთან ერთად მშვიდობა და სიხარულია. უფლის დედამ უპასუხა და უთხრა მას: მარჯვენა შემახე და მაკურთხე. უფალმა გაიწოდა თავისი უხსნელი ხელი და აკურთხა იგი. შემდეგ უფალი პეტრესკენ შებრუნდა და თქვა: დრო დადგა, იგალობე. და დაიწყო პეტრემ გალობა. ზეციურმა ძალებმა კი ხმა შეუწყეს და ალელუიას გალობდნენ. მაშინ უფლის დედის სახე ნათელზე მეტად გაბრწყინდა. იგი აღდგა, თავისი ხელით სათითაოდ აკურთხა მოციქულები, ყველა მადლობა და დიდება შესწირა ღმერთს. უფალმა კი გაიწოდა ხელი და მიიღო მისი წმინდა და უბიწო სული. მისი წმინდა სულის განსვლისას მთელი ის ადგილი გამოუთქმელმა სურნელებამ და სინათლემ აღავსო. ზეციდან მომავალი ხმა ამბობდა: უნეტარესი ხარ ყველა ქალს შორის. მაშინ გაიქცნენ პეტრე, იოანე, პავლე და თომა და მოეხმნენ მას მის პატიოსან ფეხებს, რათა განწმენდილიყვნენ. 12-მა მოციქულმა კი მისი პატიოსანი ცხედარი სარეცელზე დააწვინა. ერთმა იუდეველმა, იოფანიამ, ცხედრის გადმოგდება გადაწყვეტა. როდესაც იგი უკვე მოციქულებს ეპყრათ ხელში, მაშინ უფლის ანგელოზმა უხილავი ძალით, ცეცხლის מחვილით მხრები მოჰკვეთა მას და ორივე ხელი სარეცელის სიახლოვეს ჰაერში დაეკიდა. მას შემდეგ, რაც ეს საოცარება მოხდა, ურიათა მთელმა ერმა ერთად აღიარა, რომ ჭეშმარიტად ღმერთია იგი, ვინც შენგან იშვა, ღმრთის მშობელო ქალწულო მარიამ.
ხოლო თვით იოფანია პეტრეს ბრძანებით, რათა კიდევ ერთი სასწაული გაცხადებულიყო, ცხედარს მისდევდა და ამბობდა: წმინდაო მარია, რომელმან შობე ქრისტე, ღმერთი ჩვენი, შემიწყალე მე. მიუბრუნდა მას პეტრე და უთხრა: მისგან შობილის სახელით გაგიმრთელდეს მოკვეთილი ხელები. პეტრეს სიტყვისთანავე ხელები დედოფლის სარეცელს რომ ეკიდა, შეუხორცდა იოფანიას. მანაც ირწმუნა და ადიდებდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე ღმერთს. ამ ყოველივეს შემდეგ მოციქულები იერუსალიმში ავიდნენ. მათთან ცხედარი მიჰქონდათ. მეხსეულად გამოჩნდა 12 ღრუბელი, რომელთაც იტვირთეს მოციქულები დედოფლის სხეულთან ერთად და სამოთხეში დასხეს ისინი. და მაშინ, როდესაც იქ დაფსხეს, ჩვენ დავინახეთ ელისაბედი, წმინდა იოანეს დედა და ანა, მისი დედა და აბრაამი და ისააკი და იაკობი და დავითი ალილუიათი გალობდა და მთელმა ამ ბანაკმა თაყვანის საუფლის დედის პატიოსან ნაწილებს. და ეს ადგილი ისე ნათობდა, რომ მეტი ბრწყინვალება შეუძლებელია და ბრწყინავდა სამოთხის ის ადგილი, სადაც მაცხოვარმა მისი პატიოსანი და წმინდა სხეული დაამკვიდრა. და იგი კბილი ხმით უგალობდა მისგან შობილ ქრისტეს. მხოლოდ ქალწულებს აქვთ ასე უსაზღვროთ კბილი ხმა, ხოლო როდესაც ჩვენ მოციქულებმა ვიხილეთ მისი წმინდა სხეულის ესოდან მეხსეული და საპატიო მიცვალება, ვადიდებდით ღმერთს, რომ მან ჩვენი ღმერთისა და უფლის დედის მიცვალება გვაჩვენა, ვისი ლოცვითა და მეოხებით და ვეღირსოთ ყველანი ამ ქვეყნიურ და მომავალ დიდებას, ყველა დროსა და ადგილას, მის მხოლოდ შობილ ძესთან, მამასთან და სული წმინდასთან ერთად აწდა მარადის და უნითი უგუნისამდე. ამინ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცოლნენ ჩვენ. გილოცავთ მარიამობას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ. მრავალს დაესწარით.